სამშაბათ ღამით საბერძნეთის კუნძულ ქიოსის სიახლოვეს სანაპირო დაცვის ხომალდისა და მიგრანტების ნავის შეჯახების შედეგად სულმცირე 15 ადამიანი დაიღუპა. საბერძნეთის სანაპირო დაცვის ინფორმაციით გადარჩენილი 25 ადამიანიდან ერთი მოგვიანებით გარდაიცვალა, 24 კი, მათ შორის 11 ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი. სუბუქად არის დაშავებული სანაპირო დაცვის 2 თანამშრომელიც. დაკარგულთა ძებნა ამ დრომდე გრძელდება, ჯერ კვლავ უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა შემთხვევისას მიგრანტთა ნავზე. საბერძნეთის სანაპირო დაცვამ 4 შაბათს გავრცელებულ განცხადებაში განაცხადა, რომ სამშაბათს გვიან ღამით ერთ-ერთმა საპატრულო გემმა შენიშნა ქიოსისკენ მიმავალი ნავი, რომელიც სანავიგაციო განათებების გარეშე მოძრაობდა. მიუხედავად ხმოვანი და ვიზუალური სიგნალებისა, ნავი არ გაჩერდა. ამის ნაცვლად მან, ვინც ნავს მართავდა, მიმართულება შეცვალა და ნავი სანაპირო დაცვის საპატრულო გემს მარჯვენა მხრიდან შეეჯახა, ნათქვამია განცხადებაში. საბერძნეთი ევროკავშირში მიგრანტებისა და ლტოლვილების შესვლის ერთ-ერთი მთავარი წერტილია მათთვის, ვინც ახლო აღმოსავლეთიდან, აფრიკიდან და აზიიდან გარბის. ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ერთად საბერძნეთმა ბოლო პერიოდში მიგრაციის პოლიტიკა გაამკაცრა და სახმელეთო და საზღვაო პატრულირება გააძლიერა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ზომებმა საზღვრის კვეთის მცდელობების რაოდენობა შეამცირა, საბერძნეთი არალეგალური მიგრაციის მართვის თვალსაზრისით მზარდი საერთაშორისო ყურადღებისა და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების კრიტიკის ქვეშ მოექცა. გასულ წელს ევროკავშირის სასაზღვრო დაცვის სააგენტომ გამოძიება დაიწყო 2023 წელს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. მაშინ ქვეყნის სამხრეთ სანაპიროსთან ნავის ჩაძირვას ასობით ადამიანი ემსხვერპლა. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ინფორმაციით 2025 წელს ევროპისკენ მიმავალ მიგრაციულ მარშრუტებზე ხმელთაშუა ზღვასა და ატლანტის ოკეანეში დასავლეთ აფრიკის სანაპიროსთან 1700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ან დაიკარგა. გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შეგროვებული მონაცემებით 2014 წლიდან ხმელთაშუა ზღვაში დაახლოებით 33,000 მიგრანტი დაიღუპა ან დაკარგულად ითვლება.